ქართული კლასიკური მუსიკის მეცხრე ეროვნულმა კონკურსმა სტარტი აიღო. 8 აპრილის ჩათვლით საკონკურსო მოსმენებზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები მესამე წელია იმართება მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში. კონკურსი ცნობილი ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმართება. მისი მიზანი კი რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. თვის მივესალმები ახალ წამოწყებებს, როდესაც ეს ეხება საქმე ახალგაზრდობას და მათ მუსიკალური თვალსაზრისით ხელშეწყობას. თუმცა ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ არის ახალი, ეს არის ტრადიციად დაფუძნებული კონკურსი, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი დონით, რისთვისაც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის მის ხელმძღვანელს ვალერიან შიუკაშვილს. დღეს კი ჩვენ ესეთი კოლაბორაცია ორი ღონისძიების გაერთიანება მოვახდინეთ. რაც ძალიან მახარებს, აი დღეს გახსნაზე სტუმრად ვართ ჩემი პროექტით, ეს გახლავთ ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტების სერია, რომელიც შარშან დავიწყე და რომელიც მიზნად ემსახურება ქართული კომპოზიტორების პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართული მუსიკოსების გაერთიანებას, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის 16 ქალაქის 26 სამუსიკო სკოლის 185 მოსწავლე იღებს. მათ შორის ნორჩი მუსიკოსები მასპინძელი შალამბერიძის სახელობის ხელოვნებისა და რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლიდან. ეს კონკურსი თავიდან დაარსდა თბილისში ბატონ ვალერიან შიუკაშვილის მიერ, მაგრამ იმისთვის რომ რეგიონებში უფრო მეტად განვითარდეს კლასიკური მუსიკა, იდეა გაუჩნდა ბატონ ვალერიანს, რომ გადმოეტანა რაიონში ერთ-ერთი კონკურსი. სხვადასხვა ქალაქებში ასე აქვს დაარსებული კონკურს ფესტივალები, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ქალაქშიდაც დაარსდა ეს გადმოვიდა ეს კონკურსი. რა თქმა უნდა, სკოლა ჩართულია აი ამ ღონისძიებაში, ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ. ამ ხნის მანძილზე წინა წლებში წარმატებებსაც მიაღწიეს, არაერთი პრიზიორი გვყავს. მართლაც დიდი мотиваციაა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. ვინაიდან რაიონებში მოგეხსენებათ, არა ვართ განებრივებული კლასიკური მუსიკით და დღეს ისეთი ზეიმი გვაქვს, ჩვენი საამაყო ხელოვანები სტუმრად არიან ჩვენ სკოლაში, ბედნიერები ვართ ნამდვილად და ვისურვებ, რომ ეს კონკურსი დიდხანს გაგრძელდეს ჩვენს ქალაქში და სასიამოვნო წუთებს ვუსურვებ ყველას და წარმატებებს, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს. კლასიკური მუსიკის კონკურსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, ლიზა რამიშვილი, დავით ალადაშვილი, ნათია ქავთარაძე, ნოდარ მდივანი, გოჩა დათუსანი, გიორგი ხაინდრავა. საკონკურსო პროგრამის მიხედვით დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები და ნომინაციები, მათ შორის დოდო ცინცაძის სახელობის სტიპენდია. კონკურსის ჟიურის წევრები კი არიან ირინა ხერჟი, გოჩა დათუსანი, ნინო გურევიჩი, გიორგი ხაინდრავა და ვალერიან შიუკაშვილი. მეზღაპრე სამი გოჭის ამბის თხრობას იწყებს, იმისთვის, რომ პატარა მაყურებლები განახლებული თოჯინური სპექტაკლის უშუალო მონაწილეები გახადოს, რომ წარმოდგენა, რომელშიც არაერთ საყვარელ პერსონაჟს ნახავენ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს მათთვის. ზესტაფონის თოჯინების თეატრის რეჟისორი ამბობს, რომ ისინი ყველა პატარას მისცემენ საყვარელი ზღაპრის ახალი ვერსიის ნახვის შესაძლებლობას, რომელიც სავსეა მხატვრული ელემენტებით, იუმორით, სიყვარულით, სიკეთითა და რა თქმა უნდა მეგობრობით, რომელიც ძლიერია და ბოროტებაზე გამარჯვების საწინდარია. მოგვენატრა ჩვენი პატარები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მცირე პაუზა გვქონდა, მაგრამ მაინც პრემიერისთვის ვემზადებოდით და ხვალ არის პრემიერა 4 აპრილს და საათს არ თქვენ იცით, რომ ჩვენ არ გეგმავთ ესე და ეტაპობრივად ისევ და ისევ გავიმეორებთ, რომ ყველა სკოლა და ყველა ბაღი მოახერხებს ამ სპექტაკლის ნახვას, ოღონდ ეს იქნება ეტაპობრივად, რა თქმა უნდა. და ეს არის პრემიერა სამი გოჭი. არ არის ახლა ესეთი სპექტაკლი, ჩვენ ყველამ ვიცით ამ სამ გოჭის ზღაპარზე ვართ ჩვენ ყველანი გაზრდილები, მაგრამ ეს არის განახლებული ვერსია. ამბავი ისევ ნიფნიფი, ნაფნაფი, ნუფნუფი. პრემიერაა ხვალ. პერსონაჟები არის სამი გოჭი, გელი და სიახლეა ის, რომ ზღაპარს ყვება
ავტორი, მეზღაპრი, ასე რომ ვთქვათ, გამოდის წინ ავანსცენაზე, მსახიობი დაიწყებს ზღაპრის მოყოლას და გააგრძელებენ ჩვენი გოჭები, ბოროტი, მგელი ყოველთვის ბოროტს თამაშობს, ჩვენ როგორც ვიცით, მაგრამ ეხლაც ბოროტს თამაშობს. მაგრამ ჩვენი პატარების დახმარებით და მეზღაპრის დახმარებით ჩვენ ვშველით და უნდა უშველოთ სამ გოჭს ერთად ყველანი. საინტერესო სპექტაკლია. ხო, ზღაპარი ბავშვებისთვის ახლა სამი გოჭი ალბათ ყველა მიცის, რა თქმა უნდა, ისეთი ძიერი ბავშვები ყავს ბავშვიდაც, სკოლაშიდაც, მაგრამ ცოტა რაღაც ინტერპრეტაციები არის შეტანილი, იმიტომ რომ თხრობელია, გაფორმებულია ბავშვებში მოძრავეს თხრობელი და უფრო საინტერესო იქნება და ახალი თოჯინებია, ახალი გოჭუნები გვყავს და ფერადი სამყარო ელოდება ჩვენს პატარებს. და ბოლო-ბოლო მორჯულდება შენი პერსონაჟი მგელი? ხო არა, მორჯულებით არა, მაგრამ ისეთ ოინს ჩაუტარებენ გოჭები, რომ ბოლოში მაინც მორჯულებული გამოდის, ასე რომ ვთქვათ, რომ გარბის ტყეში და გოჭები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსთან ერთად კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ მომზადდა პროექტი, რომელიც ზესტაფონში პროფესიული კოლეჯის გახსნას ისახავს მიზნად. ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის ინიციატივა ემსახურება საწარმოს თანამშრომლებისა და ზესტაფონის მოსახლეობის გადამზადებას ვიწრო სპეციალობებით, რაც პირდაპირ კავშირში იქნება კარიერულ ზრდასა და დასაქმების პერსპექტივასთან. პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად იქნა განხილული. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად წარუდგინეთ პროექტი, რომელიც მოიაზრებს ზესტაფონში პროფესიული კოლეჯის ჩამოყალიბებას. ამ პროფესიულ კოლეჯში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ როგორც სფეროშენებთა ქარხნის თანამშრომლებს, ასევე რეგიონში მაცხოვრებლებს, ვინც დაინტერესებულები არიან ამ და სხვა ბევრი მიმართულებებით. პროფესიულ კოლეჯს ასევე ექნება საერთო საცხოვრებელი და თუ ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება იყვნენ ზესტაფონში, მათ შეიძლება სრულიად უფასოდ დარჩნენ ამ საერთო საცხოვრებელში. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროფესიული კოლეჯის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ საკმაოდ კარგ კომპანიებში. ორიენტირებულები ვართ, რაც შეიძლება ბევრი წარმატებული საჯარო პარტნიორობა დავიწყოთ და ესე ვთქვათ გავაფორციელოთ. აქედან გამომდინარე, მსგავსი მიმართულებით მოლაპარაკებები და შეხვედრები და მსგავსი პროექტები ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე პრაქტიკამაც აჩვენა, რომ პროფესიული განათლება ყოველთვის უფრო მეტ შედეგზე გადის, როდესაც წარმატებულია კერძო კომპანიებთან მათი პარტნიორობა. და როდესაც კერძო სექტორი არის ჩართული პროფესიული სასწავლებლის, ესე ვთქვათ, ნაწილობრივ მმართველობაში. ის შეხვედრაც დღევანდელიც და ზოგადად ეს პროექტიც მნიშვნელოვანია, რომ ესე ვთქვათ, განხორციელდეს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ თუ მივაღწევთ ესე ვთქვათ შეთანხმებას, დაეხმარება ეს იმ სექტორს ნამდვილად და ამ ინდუსტრიას და ჩვენი ინტერესებიც, ესე ვთქვათ, როგორც სამინისტროსი დაფარული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებული პროექტი შეიქმნება ისევ ამ კონკრეტულ ინდუსტრიას.